კარგია რუმინეთის ნაკრებთან თამაში, ეს ბოლო რეპეტიცია იქნება უკვე მოგეხსენებათ აპრილში ბოლო ორი თამაშია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია, რა თქმა უნდა. ამიტომ ერთის მხრივ რაღაცა რუმინეთი კოსოვოს სტილით წააგავს ერთმანეთს, ეგეც დამატებითი კარგი ჩვენთვის, რომ ეს ორი თამაში რაც შეიძლება დადებითად გამოვიყენოთ. ამხანაგურია და მეც რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან შევეცდები, რომ ყველა მოთამაშე ვნახო, ვირას წარმოადგენს თევანდელი დღისთვის. ასე რომ მთლიანობაში კარგი ესპარინგი რო შედგა და მგონია რომ ჩვენთვის დადებითად უნდა გამოვიყენოთ როგორც რუმინეთისთვისაც გადამწყვეტი არის აპრილში და რაღაც მხრივ ორივე ერთნაირ ამბავში ვარ და რა თქმა უნდა სახში ვთამაშობთ, მოგებას ვეცდებით ყველა შემთხვევაში, რთული მეტოქია და მე ვფიქრობ მზათა ვართ იმისთვის რომ კარგად ნაცნობ რუმინეთს კარგი მატჩი გამოვუცხადოთ ხვალ. ორამხანაგური მატჩი ავატარებთ რუმინეთის ნაკრებთან, საკმაოდ კარგად ვიცნობთ ამ გუნდს და მათი დადებითი დავარყოფითი ხარები უკვე გავლილი გვაქვს. პროცესი მომზადების საკმაოდ კარგია, ინტენსიური ვარჯიშები გქონდა და ვფიქრობ, რომ ყველა მზადყოფნაში ვართ ამ თამაშის ჩასატარებლად და ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის უკვე აპრილში კოსოვოსსა და საფრანგეთის ნაკრებებთან და მაქსიმალურად ვეცდებით თავი გამოვიჩინოთ და ორივე თამაში, რა თქმა უნდა, მოსაგებად გავალთ. მნიშვნელოვანია მაყურებლის ფაქტორი, იმიტომ რომ უფრო მეტ мотиваციას გვაძლევს და მოუწოდებ ყველას მოვიდნენ გვიგულში მატკივრონ და ჩვენც მაქსიმუმს ვეცდებით.